მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მოგესალმა. ჩემს სკუტერს ყველა იცნობს. ამ სკუტერმა ჩემპიონატში გაიმარჯვა, პირველი ადგილი აიღო, რომელიც საქართველოს სკუტერების ეროვნულ ფედერაციამ ჩაატარა. კიდე ატარებს 29 აგვისტოს და რა თქმა უნდა ჩემი სკუტერი ისევ მიიღოს მონაწილეობას. ამიტომ მინდა ახლა გაგიზიაროთ პატარა განახლებები, რასაც გავუკეთებ ჩემს სკუტერს. ასე ვთქვათ, ცოტა უფრო სპორტულ სახეს მიცემ რა. და გაჩვენებთ ყველა დეტალს თუ რას გავუკეთებ ჩემს სკუტერს. პირველ რიგში გადავწყვიტე რომ დავაპატარავ ხერძი, დაბალი გავაკეთო. მაგისათვის აი ესეთი ძველი ხერძი მაქვს, რომელიც არ მენანება. გადავჭრი საკმარის ზომამდე და დავწევ ბრულს. მოგხსენებათ, რომ დაწეული ბრული ბევრად უფრო კომფორტული არის მოსახლეებში შესვლისთვის, ვიდრე ვთქვათ მაღალი. ვინც უყურებს ზოგადად ელექტროსკუტერების ჩემპიონატებს, ყველა ნახავთ აბსოლუტურად, რომ ყველას ეგრე აქვს და ეგრეც უნდა იყოს. მოკლედ 6-იანი ხრახი უნდა მოვჭრათ შიგნიდან, ასე უნდა გამოვიყენოთ 5.2 დიამეტრის ბურღი. შვენიერი. თავისი ქარხნულები რაღაც ალბათ 2 სანტიმეტრის სიმაღლეს უყენია, მე დავაყენებ 4 სანტიმეტრის სიგრძისას. ჩემ ხელშია ყველაფერთან შავები არის, ნაწერთობები არის და შედარებით კაი ხარისხი არის, მაგრამ ეხლა კინასა და ალუმინის კონტაქტი ცოტა ისე არის, თუ მაგრად მოგივიდა გადაჭერა, დიდი ალბათობით რეზბას მოწყვიტა, მაგრამ ამ შემთხვევაში გრძელი რეზბაა მოჭრილი, ხრახნი. უკვე გადავუჭიროთ. ეხლა ყველაზე მთავარი კარგო ხალხო, ეს ჩვენი ჩამკეტი მექანიზმი ჩავამკვდაროთ საბოლოოდ. ეხლა ყველაფერს ვაკეთებ თვალის ზომით. კი ბატონო. ნიშნული აღებულია.
იდეალურად ცენტრში არის. Всё, ესეც გავხვიდეთ. ეხლა უკვე მოვჭრათ ისევ ხრახნი. მოკლედ ესეც გამოვიდა შვენივრად. ასეთი იდეალური ორი ნახრეტი არის, ორივე ხრახლმოჭრილი. გავუშვებთ 6-იან ხრახს, იქნება სტატიკურად დამაგრებული იდეალურად. ეხლა ეს წინამხარე ხო გავაკეთეთ ჩვენი ღერძის. ეხლა მოდით უკანა მხარესაც მოვჭრათ ცოტა მეტი რეზვა და მანდაც გავუშვათ ცოტა გრძელი ხრახნები. ეხლა მეგობრებო, ყველაზე მთავარი წავიდეთ უკვე და დავაყენოთ ეს სკუტერზე. მოკლედ მეგობრებო, ესეთი გამოვიდა ჩვენი სკუტერი. დაახლოებით სადავლებული ნახე. ზუსტად ისეთი არის, როგორც ასე ვთქვათ, ცელულური ბორისთვის განკუთვნილი სკუტერები არის. მე რა თქმა უნდა, აუცილებლად გავტესტა, მაგრამ მანამდე კიდევ რაღაც პრობლემა აქვს და მაგ პრობლემას მოვუყარებ ჩემს სკუტერს და მერე გავტესტავ აუცილებლად და მაგასაც გაგიზიარებთ. მოკლედ ეს საჭის მექანიზმი არის ძალიან მყარი. თორე გვერდიდან ერთი გვერდი მაქვს, ერთი ხახი გაშვებული, მეორედანაც გავუშვათ, საჭირო იქნება. ხო, შემდეგი ეტაპი იქნება უკვე 180-იანი როტორების დაყენება. როტორო მოგეხსენებათ, რაც უფრო დიდი დიამეტრის არის როტორი, მით მარტივად ხდება გაჩერება. და რა თქმა უნდა, ხონდებს ხონაკლები დატვირთულობს რა ასე ვთქვა და მალე წვდება. ხო, მოკლედ ეს იყო. ხო, აი ამ ადგილას დავფარავ აუცილებლად, იმიტომ რომ იმის გაგვჭირვა არ მინდა რაც მაქვს ამ დიდი ხერძის რაც არის, ის გადაჭრა შეიძლება და გამოყვანა. მაგრამ მას არ გავაკეთებ. სხვა საშუალებას გავაკეთებ ამ ადგილას, უბრალოდ დავფარავ. თეთრი მასალით, რომ ასე ვთქვათ, ესეთი ნიშნო ესახება ჩვენს სკუტერს. ხო, სიჩქარეები მარცხენა მხარეს გადმოვიტანე, ეს უფრო ბევრად მარტივი იქნება. და მოკლედ ეს ამ მეგობრებო. დავაბრუნდით. თქვენთან დავაბრუნდით სოფონო შედეგს, მოდის გავტესტავ ესეთი სიმაღლის ხიძით მოძრაობას.
სვება დამიმშვიდობებით და დროებით.